რამდენ დროში იცხოვრეთ და რამდენ ეპოქაში. აი ახლა დაბრუნდით ინდოეთიდან, სადაც მართლა ტრიუმფალური გასტროლი გქონდათ და თქვენი მარია კალასი საოცრად მიიღო. მაგრამ იყო დრო, როდესაც სერგო ფარაჯანოვს რო ჩამოსდიოდა მნიშვნელოვანი სტუმარი, ხელოვანი, მასწროიანი იქნებოდა თუ დენირო თუ სხვა და სხვა ადამიანები, ის გირეკავდათ და გეუბნებოდათ, რომ არაფერი არ მაქვს, რომ გავუმასპინძდე და შენ სილამაზეს დავახვედრებო. აი ამ ბედისწერის საჩუქრებზე, რომ მითხრათ ორი სიტყვით, აი აქ გვაქვს ესეთი ფოტო სერჟიკას. მომენატრა მისი სიგიჟეები საუკეთესო გაგებით, მისი სიყვარული მომენატრა. მე მართლაც ბედმა გამიღიმა და ღვთის საჩუქარი იყო, რომ შევხვდი ამ ადამიანს და ამდენი სიყვარული მაჩუქა ესე მოკლე დროში. აი რამდენ წელს გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა ძალიან თანამშრომლობა? ცოტა ხანს გაგრძელდა, მე ვეძახდი ამას, ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ერთი დიდი და პატარა ზღაპარი ერთდროულად. ესე იგი 82-ში დაიწყო ეს გადაღება, მერე იყო ფიროსმანი და 96-ში გარდაიცვალა 17-ში. ასე რომ ძალიან მალე. აი რჩევა რამე ისეთი თუ გაგონდებათ მისგან რაც. მე ვიცი რომ ერთი კოლაჟი გაჩუქათ არლეკინი დაგიხატათ და იქ რაღაც სიტყვები დაგიწერა. გამიკეთა იმას ახლა მე მწვენია ვერ მოვყვები, მეტისმეტად არა თამდაბლური იქნება ჩემი მხრიდან. საერთოდ არავის არ ვაკითხებდი, იცით? აი დღევანდელი ახალგაზრდები ისეთები არიან, ამას რამდენი ხნის წინადრე გამოდებდნენ და იამაყებდნენ. მე ცუდ გუნებაზე თუ ვარ, გადმოვიღებ ხოლმე და ამას წავიკითხავ და რაღაც ძალა მემატება, თვით დარწმუნება. იმიტომ რომ მისგან ეს სიტყვებით არაფერს მე არ მithოვია, რომ ეს წარწერა გაეკეთებინა. თვითონ ჩათვალა ეს საჭირო. რა ვიცი რა გითხრათ, ეს იყო ყოველთ არაჩვეულებრივი გენიოსი მართლაც. ძალიან ტანჯული. კარგად თქვა ერთხელ მას ერთმა რეჟისორმა არა ქართველმა, რომ ეს არისო მასხარა ტრაგიკოსის ჩაჩითო. აი როგორი შეფასება. თქვენზე ამბობდა, რომ ლელა ალიბეგაშვილი ახალი სილვანა მანგანოაო. ხო, ჩემი სილვანა მანგანო არისო. დიდი კომპლიმენტებით ნებივრებდა და რა ვიცი, ძალიან ძალას მაძლევდა. შედაშორის ერთმა უთხრა, მე სტუდენტი ვიყავი, ახლა ეს ვიძახდა, რომ ეს დიდი მსახიობი და უთხრა, რომ ისე არ გააკეთოთო, რომ გოგონას თაბრო დაეხვასო. მე ვიცი, რომ ამას თაბრო არ დაეხვევა. არ ვიყავ მე ესეთი დარწმუნებული ჩემ თავში და ძალიან მჭირდებოდა სწორედ